სტრუქტურების მხრიდან. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩადება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოლიციის ძალოვანი უწყებების ხელში იმისთვის, რომ მათ ადამიანებზე გარკვეული ტიპის ზემოქმედება მოახდინონ. თუმცა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ცალსახად ჩადებას უშველის ნარკოპოლიტიკის შეცვლა, ლიბერალიზაცია ამ შემდეგ ეს ბოლომდე მაინც მართალი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქ იმხელა ძალაუფლება, რომ სხვა ადამიანს დანაშაული დააბრალოს და არა მხოლოდ დააბრალოს, არამედ მტკიცებულებებიც კი გააყალბოს ამისთვის, ანუ ჩაუდოს ადამიანს ნარკოტიკი, ამხელა ძალაუფლების მქონე ადამიანი ნარკოტიკის სულ ყველა ნარკოტიკი ლეგალიზებული იყოს. აუცილებლად მოიფიქრებს რამე სხვას იცეც, რის გამოც ადამიანს ასევე სხვა დანაშაულს დააბრალებს. შეიძლება ეს იყოს ვთქვათ იარაღი ჩაუდოს, ან რაღაცა სხვა დანაშაული მოიფიქროს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ ეს ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია, ხო? ადექი ჩაუდე ადამიანს ნარკოტიკი. და შესაბამისად, ყველა ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია გააკეთოს. ანუ გართულდება უბრალოდ ადამიანებისთვის რაღაცეები ჩადება და მათთვის დანაშაულის ტყუილად დაბრალება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იქნება პანაცეა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩადება არ იყოს ან რაღაც ესეთი არ იყოს, ამისთვის პოლიციის რეფორმა გვჭირდება, ჩვენ არ გვჭირდება სისტემაში ადამიანები, რომლებიც ამით იძიებენ დანაშაულს, ასიახდენენ ადამიანების ზეწოლას. ჩვენ არ ვცემთ პატივს ასეთ პოლიციელებს სინამდვილეში. ჩვენ გვეზიზღება ასეთი პოლიციელები. ჩვენ სპეციფიური ქვეყანა ვართ, მთელი 90-იან წლები გამოვიარეთ, მერე კიდე სხვა წლები გამოვიარეთ და ამიტომ გვეშინია ზოგადად ჩადებების და ამავდროულად როგორც კი გავიგებთ, რომ ადამიანს უპოვეს ნარკოტიკი, არასოდეს მნიშვნელობა არ აქვს ვინა ეს ადამიანი. საწყის მომენტში არასოდეს არა ვართ 100% დარწმუნებული, რომ პოლიციამ ეს ნარკოტიკი არ ჩაუდო. ხშირ შემთხვევაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც უდებენ ადამიანებს, რომელიც ისედაც მოიხმარენ ნარკოტიკებს, უბრალოდ პოლიციას არასწორი მუშაობის გამო არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება იმისი, რომ ისინი ნამდვილ დანაშაულზე დააკავოს, ამიტომ იყენებს ამ ინსტრუმენტს. თუმცა მე ვარ მომხრე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი პრობლემა: ნარკოპოლიტიკა, რომელიც გვაქვს ტირანული და არა ადამიანური, და ჩადება, ანუ პოლიციის ჩამყაყებული სისტემა, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ არსებობს და რეპერების საქმე მეც დაგვანახა, რომელიც მზად არის იმისთვის, რომ ადამიანს დააბრალოს დანაშაული, რომელსაც არ გააჩნია. მე შემიძლია ვთქვა პირდაპირ, ადამიანი, რომელიც მუშაობს პოლიციაზე, ემსახურება სამართლის დაცვას ქვეყანაში, ანუ წესრიგის და კანონიერების დაცვას და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს რამე არგუმენტაციით საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი, დამნაშავეა, ცუდი ადამიანია, კარგი ადამიანია, ადამიანს დანაშაული დააბრალოს, ის ადამიანი ჩვენ გვეზიზღება სინამდვილეში, პირად ურთიერთობებში ჩვენ ამ ადამიანს არასოდეს არ ვუწონებთ ამ საქციელს და როგორ შეიძლება ის მოუწონოთ საჯარო ურთიერთობაში. ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანები უბრალოდ უნდა მოვაშოროთ პოლიციის სისტემას და ასეთი ტიპის ბრძანების გამცემები, რომელიც ფარველობენ ასეთ ადამიანებს სინამდვილეში, თორე მე არ მჯერა, რომ პოლიციელი თავის ინიციატივით უდებს ვიღაცას ნარკოტიკს ან იარაღს. არა, ცხადია, მას ამაში ფარველი ყავს ზემდგომ ინსტანციებში. სანამ ამ ადამიანებს არ მოვაშორებთ პოლიციას, მანამდე ტყუილად ვცდილობთ პოლიციელებს მოუპოვოთ ავტორიტეტი. ჩვენ გვეყოლება კონკრეტული კარგი ადამიანები პოლიციაში, რომელთა სახელს ყოველთვის შებღალავს აი ასეთი ამორალური ადამიანები, რომელიც სიდისთან პრობლემა არ აქვს, როდესაც სხვა ადამიანს პატიოსან მათ თანა მოქალაქეს, თანა მოძმეს, ესე რომ ვთქვათ, დანაშაულს აბრალებს, ნარკოტიკს ან იარაღს უდებს ჟიბეში. მადლობ, დაგიბრუნდებით. იაგო ბექასთან მინდა გადავიდეთ კითხვით. ბექა, თქვენ ძალიან აქტიურობთ ამ თვალსაზრისით, რასაც ქვია ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვა.